იპოთეკური სესხების გაცემა შემცირდა. 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებას თითქმის 326 მილიონი ლარი იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი 18%-ით არის შემცირებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაკრედიტების ტემპთან დაკავშირებით საყურადღებო ვითარებას ვერ ხედავს და ამბობს, მუდმივად მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნება არაჯანსაღი იქნებოდა. პირიქით პროცესების ნორმალიზება ხდება. როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, დაკრედიტების ზრდის ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს. ეს არ იქნება ჯანსაღი და არ იქნება მდგრადი. ამიტომ 15%-იან დაკრედიტების ზრდას, საკრედიტო პორტფელის ზრდას, 16%-იან ზრდას ჩვენ ვეძახით მდგრად ზრდას და ის არის საკმარისი იმისთვის, რომ განაპირობოს ეკონომიკური ზრდა და განაპირობოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აქედან გამომდინარე ჩვენ აქ რაიმე ესეც საგანგაშოს ვერ ხედავთ, პირიქით ამას ვეძახით ნორმალიზებას, რაც შეეხება დეველოპმენტს, ესეც ციკლური, ასე ვთქვათ, სფერო არის, ანუ არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს ერთი და იგივე მაღალი ტემპით, გარკვეულწილად ხდება გაჯერება ხოლმე ბაზრის, ნორმალიზდება ეს ტემპი, მერე კვლავ იზრდება. დაკრედიტების ტემპით კმაყოფილია TBC ბანკის გენერალური დირექტორი. მისი შეფასებით დეველოპერულ სექტორს შარშან დეკემბერში ჩავარდნა კი ჰქონდა, თუმცა ბოლო 2-3 თვის მონაცემზე დაყნობით ვახტანგ ბუცხრიკიძე დადებით ტენდენციებზე საუბრობს. დაკრედიტების ტემპის შენელებას ადასტურებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელიც. კითხვაზე დაკრედიტების კლების ფონზე ჩანს თუ არა რისკები. იგივე უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირების მიმართულებით ძნელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, თქვათ, წინა წელთან შედარებით. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის, თქვათ, საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული, ესე ვთქვათ, პასუხი გავცეთ. საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალური არის, გასული არის დაახლოებით 5 თვე სრულდება 2025 წელს. ჩვენ პროგნოზირებთ დაახლოებით, რა თქმა უნდა, ზუსტად განსაზღვრული რთულია, მაგრამ დაახლოებით 12%-ის ფარგლებში, რაც შეეხება დეველოპერი ბიზნესების განვითარებასთან დაკავშირებით. ბოლო 2-3 თვე საკმაოდ იმედის მომცემი არის, რაღაც ჩავარდნის ეტაპი იყო შარშან დეკემბრის თვეში, იანვრის თვეში შედარებით უკეთესი იყო, ხოლო ეხლა რაც გვაქვს მონაცემები, რა თქმა უნდა, ეს არის დასაზუსტებელი, საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგი მაჩვენებლები იყო მარტში, აპრილის თვეში. შემცირებული დაკრედიტების მიუხედავად რისკებს ამ კუთხით ბაზარზე ვერც TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ხედავს. მისი შეფასებით დაკრედიტება მაღალი ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ოთარ ნადარაია ამბობს, რომ დაკრედიტების მიმართულებით მომდევნო თვეებში პოზიტიური რიცხვები იქნება, რადგან საკმაოდ მაღალია დეველოპერულ პროექტებში შიდა განმარტებების წილი. მიმდინარე ვითარებაში ჩვენ თუ ვეძებთ რისკს იმაში, რომ დავინახოთ, რომ მაგალითად მიმდინარე თვეებში კრედიტი შენელდა და ეს არის რისკი, ანუ ეს რისკი არ არის მიმდინარე ვითარებაში, ამ თვეებში კრედიტი არ შენელდება, იქ აღნიშნე კიდე როგორ დავითვლით, მაგალითად შიდა განმარტების ბაზარი ის რომ ძალიან აქტიურია, ხო, ესეც კრედიტია, ხო, რეალურად. ამიტომ მიმდინარე პერიოდში აქტივობა საკმაოდ ძლიერია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი არის კარგად დივერსიფიცირებული ჯერჯერობით და ბანკები ამას არ უჩვევენ. გარკვეულ სექტორებში შედარება შეიძლება იყოს, მაგრამ ნაადრევად დასკვნებს გავაკეთებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის, საბანკო სექტორის იზრდება, აქტივების ზრდა არის. 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელმა 64,2 მილიარდი ლარი შეადგინა. სების მონაცემებით დაკრედიტების ზრდის წლიური ტემპი 15,9% იყო. შედარებისთვის 2024 წლის აპრილში საკრედიტო პორტფელი 18,4% იყო გაზრდილი. რაც შეეხება უშუალოდ იპოთეკურ სესხებს, 2025 წლის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1,280 მილიონი ლარის იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით ნაკლებია. კრედიტების რაოდენობამ კი 14,648 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.